ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს მაცხოვარი სიტყვაში ურწმუნოება. ამ სიტყვას მაცხოვარი ხმარობს არა წარმართა მისამართით, არამედ იუდეველთა მისამართით. ანუ იგულისხმება, რომ იგი ლაპარაკობს იმ საზოგადოების წევრებზე, რომლებიც აღიარებენ ღმერთს და სწორედ ასეთ საზოგადოების მიმართ როგორ კონტექსტში არის გამოყენებული სიტყვა ურწმუნოება. ეს არის თემა, რომელსაც ეხება დიდმარხვის მეოთხე ჯვართთაყვანისმცემლის შვიდეულის კვირის საკვირაო წირვის სახარება. ეს გახლავთ სახარება მარკოზისა მე-9 თავის მე-17-დან 31 მუხლების ჩათვლით. დავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. მას ჟამსა შინა მოვინმე უგო მას იესოს ერთმან მის ერისაგანმან და რქუა მოძღვარ მოვიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისათანა არ სული უტყვებისა და სადაცა დააპყრის იგი დააკვეთის და პეროინ და იღრჭენ კბილთადან განხმებინ და უთხარ მოწაფეთა შენთა რაითამცა განკურნეს და ვერ შეუძლეს. მიუგო იესო და რქუა ჰოი ნათესავი ურწმუნო. ვიდრემდე ვიყო მე თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა. მომგვარეთ მე იგი აქა და მოგვარეს იგი მას და იხილა რაი იგი მეხსეულად სულმან არაწმინდამან დააკვეთა იგი და რაი ეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროოდა და ჰკითხა იესო მამასა მისა რაოდენი ჟამი აქუს ვინაიდან შეემთხვია ესე, ხოლო მან თქვა სიყრმითგან და მრავალგზის ცეცხლსთა შთააგდო ეგე და წყალსა რაითამცა წარწმიდა ეგე, არამედ რაი ძალგიც შემეწიე ჩვენ და წყალობა ყავ ჩვენთვის. ხოლო იესო რქუა მას უკუე თუ ძალგიც რწმუნებად ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა და მეხსეულად ხმაჰყო მამამან მის ყრმისამან და თქვა ცრემლით ვრწამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა და ვითარცა იხილა იესო რამე თუ შეკრბებოდა ერი მის ზედა შერისხნა სულსა მას და რქუა უტყუსა და ყრუსა სულსა მე გიბრძანებ შენ განვედ მაგისგან და ნუღარა შეხვალ მაგისა და ღაღატყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან და იქმნა იგი ვითარცა მკვდარი ვითარმეთ მრავალნი იტყოდესცა ვითარმეთ მოკვდა ხოლო იესო უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი და აღდგა და ვითარცა შევიდა იესოს სახით მოწაფეთა მისთა თვისაგან ჰკითხეს მას რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განძებათ მას ხოლო თავად მან რქუა მათ ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არნ განსვლათ გარნა ლოცვითა და მარხვითა და მიერ განვიდეს და წარმოვლიდეს გალილეასა და არა უნდა რაითამცა აგრძნა ვინ რამე თუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ რამე თუ ძეკაცისა მიეცემის ხელთა კაცთასა და მოკლან იგი და მორაიკვდეს მესამესა დღესა აღდგეს. აი ამ ნაწყვეტში სახარებისეულ ნაწყვეტში ორჯერ არის ნახსენები სიტყვა ურწმუნოება, ერთხელ მაცხოვარი ამბობს ამ სიტყვას, ფაქტიურად როდესაც ის ამბობს, რომ ჰოი ნათესავი ურწმუნო. ნათესავი ეს სიტყვა ძველი ქართული არის სინონიმი ერისა. ანუ ერი ისრაელის ერზეა ლაპარაკი, ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებელ და მადიდებელ ერზეა ლაპარაკი და აი მაცხოვარი მას უწოდებს
ურწმუნოს. და შემდეგ თვითონ იმ ახალგაზრდა კაცის სნეული ბოროტის სულით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცის მამა ამბობს, რომ ესე იგი შეეწიე უფალო ურწმუნოებასა ჩემს. და ამავე ისტორიას, როდესაც ყვება მათე მახარებელი, იქ კიდევ მესამედ არის სიტყვა ურწმუნოება და ამ სიტყვას მაცხოვარი იყენებს არა უბრალოდ რიგითი, ასე ვთქვათ, იუდეველების მიმართ, არამედ თავისი მოციქულების მიმართ, ამ რჩეული 12 მოციქულის მიმართ და როდესაც ისინი ეკითხებიან, ჩვენ რატო ვერ გავმკურნეთ, ვერ შევძელით აი განსხმა ბოროტის სულისა ახალგაზრდა კაცისგან, მაცხოვარი ეუბნება ურწმუნოებისა თქვენისათვის. ანუ აი სამჯერ შეიძლება ითქვას აი ამ მონათხრობში, ამ ნაწყვეტში სახარებისეულ არის ეს მეორდება ეს ურწმუნოება. და ნუ აი ესე კითხვა იბადება, რა ურწმუნოებაზეა ლაპარაკი. ნუ აშკარად ეს არის ისრაელის ერი, მართალია შეიძლება სულიერი ხარისხი ყველას ერთნაირი არ აქვს, მაგრამ აი ესეთი პირდაპირ ურწმუნოებად მოხსენიება თითქოს უცნაურია. მაგრამ თუ ჩვენ გავიხსენებთ იაკობ მოციქულის სიტყვებს მისი ეპისტოლედან, ჩვენთვის უფრო გასაგები გახდება, რას გულისხმობს მაცხოვარი სიტყვა ურწმუნოში. მოციქული იაკობი თავის ეპისტოლეში ამბობს ასეთ სიტყვებს. რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ანუ რწმენა არის მხოლოდ და მხოლოდ რეალური ცოცხალი, როდესაც მისი საქმეები რწმენის შესაბამისი საქმეები სრულდება. მხოლოდ აღიარება, რომ ღმერთი არსებობს და მისი მცნებების შესაბამისად ცხოვრების არ წარმართვა, ანუ არ აღსრულება მისი მცნებებისა, ნიშნავს, რომ ამ რწმენას არავითარი ძალა არ გააჩნია. ანუ ამ რწმენას არ მოაქვს ადამიანისთვის სიკეთე. და რა არის ეს საქმე რწმენისა? რწმენის საქმე არის ორი მთავარი მცნება, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ რა არის მთავარი ჟულის, ესე იგი სწავლება, რა არის უმთავრესი მცნება, რა არის მცნება ნიშნავს, ასე ვთქვათ, მოვალეობა, მთავარი მოვალეობა, რა არის მორწმუნე ღმერთი რას გვავალებს? პირველი გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და მეორე გიყვარდეს მოყვასი შენი. აი თუ ეს საქმეები არ გააჩნია ადამიანს, ან თუნდაც მხოლოდ ერთი გააჩნია, ვთქვათ, მეტნაკლებად, ერთი მეტად, მეორე ნაკლებად. ეს ნიშნავს, რომ მისი რწმენა არ არის განხორციელებული. ანუ რწმენა ნიშნავს, რომ შენ აღიარებ ღმერთს და აღიარებ მას როგორც აბსოლუტურ სიკეთეს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და რაც თავარია, შენ აღიარებ, რომ მის გარეშე, რომ იგია სიცოცხლე, რომ მის გარეშე შენი სიცოცხლე არ არსებობს და თუ შენ არ ცდილობ მისი მცნებებით იცხოვრო და არ მოქმედებ, არ აღასრულებ მის მცნებებს, შენ ნაყოფი აღარ აქვს. შენ რწმენას არავითარი ფასი არ აქვს. და როდის ხდება ეს, რომ ადამიანი აღიარებს ღმერთს, მაგრამ აი მცნებებს არ აღასრულებს? ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ღმერთთან ესეთი მომხმარებლური დამოკიდებულება. როდესაც იგი ელოდება ღმერთისგან სიკეთეს, მაგრამ არასოდეს არ ფიქრობს, რომ თავის მხრივ მანაც უნდა აღასრულოს ღვთის წინაშე თავისი ვალდებულება.
ღმერთს არაფერი არ ჭირდება. ეს ისევ ჭირდება ადამიანს. ადამიანს ჭირდება მასში არსებული ღვთისგან მოძებული ნიჭის გამოხატვა, გამოვლენა, ამ ნიჭის გამრავლება, სრულყოფა, სათნოებათა წარმოჩენა, სათნოებათა სრულყოფა, ეს ჭირდება ადამიანს, ეს არის მცნებები და რა აზრი აქვს რწმენას, თუ კი ადამიანი არ ცდილობს თავის სათნოებათა გამრავლებას, რითაც მან უნდა განამტკიცოს კავშირი ღმერთთან, იგი უნდა შეუერთდეს ღმერთს და აღივსოს აი ღვთაებრივი სულით. თუ ადამიანი ამ ღვთაებრივი სულით არ აღივსო, რა ფასი აქვს მის რწმენას? ეს რწმენა, ესე იგი, ნაყოფს ვერ გამოიღებს. ანუ იგი უნაყოფოა, ანუ მკვდარია, ანუ შედეგი არ აქვს, სიცოცხლე არ არის მასში. და აი ეს არის სწორედ მომხმარებლური დამოკიდებულება. ადამიანი მხოლოდ ითხოვს ღვთისაგან, რომ მან, ასე ვთქვათ, დაიკმაყოფილოს ის სურვილები, რაც მას აქვს და არ ფიქრობს იმაზე, რომ მანაც რაღაც უნდა აღასრულოს, რომ ეს კავშირი ღმერთთან იყოს და რეალურად მისი სიცოცხლე იყოს, ასე ვთქვათ, დაცული ღვთისაგან და შეერთებული ღმერთთან და რასაკვირველია ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ მოემზადოს ადამიანი აქ დედამიწაზე ღმერთთან მარადიული არსებობისათვის და რისთვისაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. აი ეს არის ურწმუნოება და მაცხოვარი ასეთი შეწუხებულია, როდესაც მოდის მასთან ეს კაცი მოყავს შვილი და აი ჩანს, რომ მისი რწმენა ძალიან მერყევია, ჩანს ის რაღაც ისე ეუბნება მაცხოვარს, აი შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნეს, თითქოს ამაში საყვედურიც არის, თითქოს ამაში რაღაცა უნდობლობაც არის და შემდეგ კიდევ ესეთ სიტყვებს უმატებს, რაოდენიცა ძალგიც შემეწიენ ჩვენ და წყალობა ყავ ჩვენთვის. აი თუ რამე შეგიძლია, თუ ესე იგი არ არის დარწმუნებული, რომ ასე შეუძლია და გულნატკენია მაცხოვარი, იმიტომ რომ უკვე თავდება მისი ამ ქვეყნიური მოვაწეობა, ამდენი სასწაული აღასრულა, ამდენი სიკეთე გააკეთა, ამდენი სიბრძნე და ჭეშმარიტება გადასცა და მაინც ესე იგი ეს ერში კიდევ არის ეს მერყეობა, ეს მცირედ ესე ვთქვათ მის მიმართ ესე ვთქვათ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა არ არის ესე ვთქვათ ნაყოფიერი რწმენა, ესე იგი ისინი არ არიან ღმერთთან კავშირში და როდესაც ადამიანი აი ამ ღმერთთან კავშირში არ არის, აი ამ საქმეებს არ აღასრულებს, მაშინ მისი რწმენაც მერყევია, რასაკვირველია, სათნოებების გარეშე ადამიანის სული ხშირად მიიდრიკება ცდუნებებისაკენ და ცდუნებით აღსავსე გული რასოდეს მტკიცე არ იქნება, ეჭვი შემოვა მაშინ, სწორედ აი სარწმუნოება, ეს არის უეჭველი, დაუეჭველობა, ესე იგი ეჭვ მიუტანლობა ღმერთისადმი, ღვთის ჭეშმარიტებისადმი, ღვთის მადლის მოქმედებისადმი და აი ეს ეჭვიც აქედან შემოდის, რომ ადამიანის სული დამძიმებულია ცოდვებით. აი ამიტომაც მისი რწმენა ფაქტიურად მერყევი რწმენა, ასეთი გაურებული რწმენა, უკვე რწმენა აღარ არის და რასაკვირველია, მას არავითარი ნაყოფი აღარ აქვს. აი ეს არის მთავარი და როდესაც მაცხოვარი ეუბნება, რომ უკვე თუ ძალგიც რომ ირწმუნო, მორწმუნესათვის ყოველივე შესაძლებელია. ანუ მაცხოვარი ამით ეუბნება, რომ მე არ შემიძლია, როდესაც ეს მამა ეუბნება, რომ თუ შეგიძლია, ღმერთს ყველაფერი შეუძლია, ეუბნება მაცხოვარი ამით. მაგრამ შენ თუ შეგიძლია რომ ირწმუნო, შენზეა დამოკიდებული, შენ უნდა ირწმუნო. სწორედ შენი ურწმუნოება არის მიზეზი იმისა, რომ შენ ოჯახში ეს ტრაგედია ხდება და თუ შენ ირწმუნებ, შენ ყველაფერი მოგეცემა.
შენ რადგანაც მორწმუნესათვის ყოველივე შესაძლებელი. ასე რომ პრობლემა ჩემში კი არ არის, რომ მე ვერ გეხმარები, ან თუნდაც მოციქულებში. პრობლემა შენშია. და აი ამ მომენტში, აი ამ სიტყვებმა, რასაკვირველია, მაცხოვრის სიტყვები მიმართული იყო იმისკენ, რომ აი ამ ადამიანში გახსნილიყო ეს ხედვა თავისი სწორედ ურწმუნოებისა, ანუ თავისი უნაყოფო რწმენისა. ეს უნდა გახსნილიყო ამ ადამიანში და რასაკვირველია, მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა და გაეხსნა აი ამ მამას ეს და ცრემლით უპასუხა, ანუ სინანული გაუჩნდა. ესე იგი გაუჩნდა სინანული, რომ დიახაც მისი ურწმუნოების შედეგია ეს ტრაგედია, რაც მის ოჯახშია და უცხებ ესე იგი მიხვდა, რომ ეს მან უნდა იმისთვის, რომ მან მიიღოს ესე იგი ეს წყალობა ღვთისგან, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად მას სწამს ეჭვიარეპარება და საინტერესო სიტყვებს ამბობს, წამს უფალო. დიახ, მან გადადგა ნაბიჯი რწმენისკენ, აი მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ უნდა მიენდოს ღმერთს, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და აი ამ რწმენას ყველაფერი შეუძლია. მაგრამ ამავე დროს ამბობს საოცარ სიტყვებს. წამს უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი აქ, იმიტომ რომ იგი უკვე აღიარებს, რომ მე კი ვღებულობ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი რწმენა ჯერჯერობით საჭიროებს გამტკიცებას. ჯერჯერობით იგი არ არის მტკიცე, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ იგი კიდევ შეიძლება შეიღეს და იგი, ესე იგი, ითხოვს ღვთის შეწევნას. აი აქ არის შეიძლება ითქვას ფორმულა იმისა, თუ რას ნიშნავს მტკიცე და შეუერთგულებელი სარწმუნოება. ეს ნიშნავს ერთის მხრივ პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღებას, რომ ეჭვი არ შეიტანოს ღვთის ყოვლის შემძლეობაში, ღვთის სიკეთეში და იმაშიც, რომ ღმერთი ნებისმიერი ადამიანის თხოვნას შეისმენს, რასაკვირველია, თუ ეს თხოვნა სიკეთეს ემსახურება და რაიმე ცოდვასთან არ არის დაკავშირებული და აღუსრულებს აუცილებლად, თუ ეს რწმენა იქნება მტკიცე. და პირველ რიგში ის ამ გადაწყვეტილებას ღებულობს, ანუ ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ღმერთო, მე შენ გენდობი. მაგრამ ამავე დროს ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი სათნოება არ არის საკმარისი, თუ უფალი არ შეეწია. და აი ეს არის უკვე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ უნდა მტკიცე იყოს თავის წვენაში, რომ მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილება, მხოლოდ ადამიანური ძალისხმევა იმისთვის, რომ შენ რწმენაში იყო მტკიცე, არ არის საკმარისი, რომ აუცილებელია უფლის შეწევნა. და აი აქ ესე იგი ჩანს სწორედ აი რწმენის გამტკიცების ორი მთავარი საფუძველი. ერთი ადამიანური მაქსიმალური ძალისხმევა, მაქსიმალური სწრაფვა აი ამ ბიზნესაკენ და მეორე გააზრება იმისა, რომ როგორი მტკიცეც არ უნდა იყოს ეს სწრაფვა, როგორი ესეთი მტკიცე არ უნდა იყოს, როგორი მტკიცეც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, რომ საკმარისი ეს არ არის, რომ ადამიანი საჭიროებს ჯერ კიდევ სრულყოფას და მასში მუდამ არის ბრძოლა, ეს გაორება წვენასა და ურწმუნოებას შორის და იგი საბოლოოდ აი ამ მტკიცე და ურყევ წვენას მიაღწევს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეწევნით. ანუ აი აქ ჩანს, ესე იგი, სინანული იმის გამო, რომ ადამიანი აღიარებს თავის ურწმუნოებას, ანუ არაქმედით თავის ასე ვთქვათ საქმის გარეშე ღმერთის აღიარებას, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ესე იგი დადგეს აი ამ საქმით რწმენის აღსრულების გზაზე, მაგრამ ამავე დროს აღიარებს, რომ იგი არასრულყოფილია, ამჟღავნებს სიმდაბლეს, აქვს ცრემლი, სინანული და ითხოვს ღვთის შეწევნას. აი ეს ორი ძალა
ადამიანური ძალისხმევა და ღვთის შეწევნა. როდესაც ერთად არის, ასეთი რწმენა არის უკვე ურყევი, დაუმარცხებელი. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გადაწყვეტილება, რომ რწმენის მიხედვით იცხოვროს, მაგრამ თუ იგი მხოლოდ საკუთარ ძალისხმევას დაეყნობა, იგი დამარცხდება. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გადაწყვეტილება, რომ რწმენით იცხოვროს, მაგრამ თუ ის მხარტო უფლის მოლოდინი ექნება შეწევნის და თვითონ არ იმოქმედებს, აქაც ნაყოფი არ იქნება. აი ეს სწორედ სინერგიული ხედვა, სინერგიული ცნობიერება და სინერგიული ცხოვრების წესი არის აუცილებელი პირობა პირველ რიგში რწმენის სიმტკიცისათვის, რომელსაც ეფუძნება ყველა შემდგომი სათნოება და ასევე ესე იგი ყველა სხვა სათნოების სიმტკიცისათვის. რა ძალიან საინტერესოა, რატომ ეუბნება მოციქულებს ამას მაცხოვარი. მოციქულებს ეუბნება იმიტომ, რომ მოციქულებს მეტი მიეცათ და მეტი მოეთხოვებათ. ესე იგი, როგორც უკვე ვახსენეთ, მოციქულები, როდესაც განიკურნება ეს ბოროტის სულით შეპყრობილი ახალგაზრდა და დარჩებიან უკვე მარტო, ეკითხებიან, ჩვენ რატო ვერ შევძელით განკურნება მაცხოვარმა გააგზავნა თავისი, ესე ვთქვათ, ამქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში სულ თავიდან, როცა გამოირჩია მოციქულები, გააგზავნა და მისცა ხელმწიფება კურნებისა, სნეულებათა კურნებისა და ბოროტის სულების განსხმისა. ანუ მართლაც ისინი აღასრულებდნენ ამ სასწაულებს, ბოროტის სულებს განასხამდნენ და მოვიდნენ და მაცხოვარს ეუბნებიან, რომ აი ჩვენ დაგვემორჩილენ ეს ბოროტი ძალები, ამით იყვნენ გაოცებული, აღთოვანებული, გახარებული და აი რა მოხდა, რომ ვეღარ შეძლეს. მოხდა ის, რომ მათი ქმედების ხარისხი ესე იგი შესუსტდა, მათში ადამიანურმა სისუსტეებმა უფრო იჩინა თავი და ამით მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ იმ ძალას, რომელსაც ქრისტიანი ღვთისგან ღებულობს, თუ ამ ძალას შენ არ ინარჩუნებ, თუ ამ ძალას შენ მუდამ არ ცდილობ განავითარო, შენ კვლავ ესე იგი შენი რწმენა ხდება ისე უმოქმედო. ანუ მათი რწმენაც გახდა უმოქმედო. ანუ მათ სწამდათ, რასაკვირველია, რჩეული 12 პიროვნება იყო, ღმერთმა გამოარჩია ისრაელში ეს 12 ადამიანი, მაგრამ სწამდათ ღმერთი სასწაულებს აღასრულებდნენ, მაგრამ აი სადღაც ამის შემდეგ მათში იყო ადამიანური სისუსტეები, რომელიც თანდათან დაასუსტა მათში ეს ძალა ღვთისა და ვერ აღასრულეს თავისი ვალდებულება, ვერ ის მადლი გაფლანგეს, რომელთაც ისინი ამ სასწაულს აღასრულებდნენ და ამიტომ ასე მკაცრად ეუბნება ურწმუნოებისა თქვენისათვის. და რა არის ბოლოს და ბოლოს ის, რითაც ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ეს ძალა, ღვთის ძალა და დაამარცხოს ბოროტება. არა მარტო განსხმა ბოროტის სულისა, არამედ ნებისმიერი ბოროტება, იმიტომ რომ ნებისმიერი ბოროტების უკან დგას ბოროტის სული, თუნდაც ადამიანში არსებული ცოდვის მიდრეკილება, ცდუნება, რომელიც ადამიანში ვერ დაიძლია, ეს არის ბოროტი ძალის გამარჯვება და აი ამბობს მაცხოვარი, რომ ბოროტი ძალა განიდევნება მხოლოდ ლოცვით და მარხვით. და აი რა არის ეს ლოცვა და მარხვა? ანუ ეს არის მუდმივი სწრაფვა ღვთისაკენ, ფაქტიურად ლოცვა ეს არის აღსრულება პირველი მცნებისა, გიყვარდეს ღმერთი შენი. ანუ მუდმივი სწრაფვა შეუერთდე ღმერთს, მიუახლოვდე მას და შეუერთდე მას. აი ეს არის ლოცვა. სულიერი, ესე ვთქვათ, ამაღლება გონების, გულის, ასე ვთქვათ, სწრაფვა ღმერთთან დაახლოებისაკენ, ღმერთთან შეერთებისათვის. და მეორე, მარხვა, რა არის მარხვა? მარხვა ეს არის ერთის მხრივ დამარხვა სათნოებათა.
სათნოებათა ასე ვთქვათ აღსრულებისათვის მუშაკობა და რას ნიშნავს სათნოებათა აღსრულებისთვის მუშაკობა? ეს იგივეა, რაც ცოდვის დაძლევა. ამბარტავნება დაიძლევა სიმდაბლით. პატივმოყვარეობა დაიძლევა სინანულით. ნაყროვანება დაიძლევა თავშეკავებით. და აი ასე შემდეგ. ესე იგი, ყველა ცოდვა, რომელიღაც სათნოებით დაიძლევა, მაგრამ აი აქ არის სწორედ ადამიანი ცოდვის მიდრეკილება, ცოდვა, ესე ვთქვათ, ადამიანი ჩადენა მარტივია, ადამიანის სისუსტეა ეს და აი სათნოების ჩადენა ძნელი, ამიტომ ეს არის იძულება საკუთარი თავის, ეს ბრძოლა საკუთარ თავთან, მარხვა ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან და თუ შენ აი ეს გული არ გაწმინდე აი ამ ვნებებისაგან და შენ ლოცულობ, ჯერ ერთი უფლის მადლი არ დაივანებ შენში და თუ მაინც შეეხო შენ სულს ეს უწმინდურება შეურაცხყოფს ამ სიწმინდეს და ამის გამო ფსალმოში არის ასეთი სიტყვები, ლოცვა ცოდვად შეერაცხოთ მათ. ანუ ლოცვა იმ ადამიანის, რომელსაც გული მოუმზადებული არ აქვს, ეს არის ფაქტიურად საკუთარი თავის დასჯა, იმიტომ რომ შენ სიწმინდეს ეხები ლოცვისას და გული შენი არ არის განწმენდილი და ამითი შეურაცხყოფ ღმერთს. ამიტომ მარხვით ჩვენ ვამზადებთ გულს ღვთის მადლის მისაღებად, ხოლო ლოცვით აი ამ მადლს გამოვითხოვთ და ამ მადლს ჩვენ უახლოვდებით და უერთდებით. ეს ორივე ლოცვა და მარხვა არის მუდმივი სწრაფვა ღვთისაკენ და რასაკვირველია სწრაფვა ცნებების აღსრულებისაკენ. აქაც სინერგიაა, ესე იგი ერთის მხრივ ლოცვის დროს ღმერთთან შეერთებით ღვთაებრივი მადლის მიღება, ხოლო მარხვის დროს საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი სისუსტის დაძლევა და სათნოებების, ასე ვთქვათ, მოხვეჭა, სათნოებების განმტკიცება და ჩვენ სულში სათნოებების დამკვიდრება. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარების, რომ ურწმუნოება, ჩვენი ურწმუნოება უნდა დაიძლიოს. და აქაც დავამატებდი ერთ, ასე ვთქვათ, კიდევ თემას, თუ რა არის კიდევ სიტყვა, ასეთი ტერმინი მცირედ მორწმუნეობა. აი რა სხვაება ურწმუნოებასა და მცირედ მორწმუნეობას შორის. ალბათ ასევე სახარებაში მაცხოვარი მოციქულებს ხშირად ეუბნება მცირედ მორწმუნენო, რაისათვის შეორგულდით. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი იჩენს ძალისხმევას, სწრაფვას, უფლისაკენ სწრაფვას, აი მაგალითად პეტრემ ითხოვა მაცხოვრისგან, რომ როდესაც იხილეს ზღვაში, აღელვებულ ზღვაში, ნავში მსხდომმა მოციქულებმა ზღვაზე ფეხით მომავალი ამ ქარიშხალში და ღელვარე ზღვაში მომავალი იესო ქრისტე პეტრემ ითხოვა უფლისაგან, რომ მეც მომეცი ძალა, რომ მე გავიარო და გაიარა მან მისცა ღმერთმა ამის, ასე ვთქვათ, თანხმობა და გაიარა ზღვის ზედაპირზე როგორც ხმელეთზე, მაგრამ რაღაც მომენტში მას, ესე იგი, ღმერთისადმი სასოება შეერყა. ანუ მცირედ მორწმუნეობა ეს არის, როდესაც ადამიანი საკუთარ ძალისხმევას, ასე ვთქვათ, გამოავლენს, ცდილობს, რომ აი სათნოებები აღასრულოს, მტკიცეთ, გადაწყვეტს, რომ მიენდოს ღმერთს, მაგრამ აი ბოლომდე ღმერთისადმი, ასე ვთქვათ, სასოება არ ყოფნის. და აი ეს შემთხვევაა, როდესაც არ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევა. აი დღეს არაეკლესიური ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, ისინი ამბობენ, რომ აი ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ღმერთის ცნებებით ვიცხოვროთ და თითქოს ეს ეკლესიური ცხოვრება არ არის აუცილებელი და ეს არის სწორედ აი ამ ეკლესიური ცხოვრების გარეშე არ ხდება სინერგია, არ ხდება იმ სულიერი მადლის მიღება, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ძალისხმევა და აქ შეიძლება ითქვას, რომ უფრო
არის ასე ვთქვათ პირადი ძალისხმევა გამოვლენილი და არ არის საკმარისი სასოება ღმერთზე. ანუ ღვთაებრივ ძალაზე დაფუძნება არ ხდება. აი როგორც განკურნებული ახალგაზრდა კაცის მამამ თქვა, ბრწამსუფალო შეეწიე урწმუნოებასა ჩემს. აი ეს მუდმივი ხსოვნა იმისა, რომ ჩვენი სათნოებები საკმარისი არ არის, როგორი მაღალ ხარისხშიც არ უნდა იყოს, თუ უფალი არ შეგვეწია. აი ეს არის მთავარი აზრი ამ სახარების. ღმერთს შევთხოვოთ, რომ დარჩენილი დრო დიდი მარხვისა, აი სწორედ ამ სინერგიული ცხოვრების წესით გავატაროთ, არ დავაკლოთ ჩვენი ძალისხმევა სულიერი ცხოვრების ვთქვათ სრულყოფის პროცესს და ასევე მუდმივად გქონდეს სასოება ღვთისადმი და იმედი რომ იგი უნდა შეგვეწიოს მისი იმედი, მისი შეწევნის იმედი და აი ამ იმედის გამოხატულება არის სწრაფვა ლოცვითი კავშირის გამტკიცებისათვის და აი სწორედ ეს ლოცვითი კავშირი ფორმები, საშუალებები არის საეკლესიო საღვთისმსახურო საიდუმლოებები. ესე იგი პირადი ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საკმარისი არ არის. აი სწორედ საეკლესიო საღვთისმსახურო საიდუმლოებებში ხდება ეს ლოცვის სრულყოფა და ლოცვის ესეთი დაგვირგვინება. აი ამიტომ არის ასე აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება და რასაკვირველია, აი ლოცვით და მარხვით ცხოვრები ადამიანი თანდათან უფრო და უფრო სრულყოფის საფეხურებზე ადის მაღლა და ასეთი ადამიანი აღდგომის დღეს, როცა ასე გაატარებს მარხვას, იგრძნობს სულიერ ფერისცვალებას, იგრძნობს სულიერი და ფიზიკური ძალების განახლებას და ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს დარჩენილი მარხვა გავატაროთ ჭეშმარიტი ლოცვით და მარხვით და რომ აღდგომის დღესასწაულზე ნამდვილად განვიცადოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა და დიდი სიხარული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი.